Aizti gashla უნდა შემოგთავაზებთ ახლა საერთო გაშლა თემა არის მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში. ჩაფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი. და ვნახოთ ის იგი რამდენად თქვენია ეს გაშლა, თუ დაემთხვა უყურეთ ბოლომდე, თუ არ დაემთხვა ლაიკები მაინც არ დაგეზაროთ ჩემი სიყვარულით. გამოწერა ჩემი გვერდის, ორივე გვერდის, გადმოდით ჩემი გვერდის, ქუჩივე არის YouTube-ის გვერდი და გამოიწერეთ YouTube-ის ჩემი გვერდიც ასევე ჩემი TikTok გვერდი ჯერჯერობით თუ არ გამოგიწერიათ და ელოდეთ ჩემგან ცხელ ვიდეოებს ხოლმე შეძლებს დაკვრათ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე გაგანებივროთ საერთო გაშლებით როგორც კი დრო მაქვს. პირადი გაშლებისთვის პირად შემომწერეთ Telegram-ი აღარ მაქვს როგორც იცით უკვე სულ ვიმეორებ, მაგრამ ბევრმა როგორც ჩანს კიდევ არ იცის და მწერს რომ რატომ სად არის ჩემი Telegram გვერდიო შენიო და აღარ არის მეგობრებო, პირად შემომწერეთ აქვე და გეტყვით სად როგორ გაიგეთებთ პირად გაშლას. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა. თუ არ ემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე სხვა გაშლები აარჩიეთ. გამარჯვებული ვინ არის? სექსიან ჟეზლი, მაგი და მთვარე მაღალი არკანები. თქვენ ურთიერთობაში ერთ-ერთი თქვენგანი და დიდი ალბათობით უფრო თქვენ ამ ურთიერთობაში ბრძანდებით მაგი. მაგი ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით, შეიძლება ჩემი კოლეგები უყურებდეთ და იყოთ ძალიან მაგიურად განვითარებული ადამიანი, მაგიური შესაძლებლობებით, მაგიური ინტუიციით, მაგიური სიზმრებით, ხელები გაქვთ რაღაცნაირად შეიძლება მკურნალის არ ვიცი მასაჟი გიყვართ და ამით ადამიანების რელაქსაცია უბრალოდ მარჯვე ხელი გაქვთ ისეთი რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადამიანისთვის რაღაცნაირად მაგიურად დამხმარე ადამიანად გამოდიხართ. შინაგანად ემოციურად თუ ვიტყვით ამ ურთიერთობაში თქვენ ბრძანდებით მაგი, ესე იგი ეს არის ადამიანი, რომელსაც 4-ვე სტიქია ხელთა აქვს. ნებისმიერი შეუძლია აიღოს აი ამ 4-დან. ეს არის ხმალი, თასი, ჟეზლი, პენტაკლი, 4-ვე სტიქია მის თვალსაწიერში, მის წინ არის, რომელსაც უნდა და როგორც აწყობს მაგი ის იმას იღებს და თავის საჭიროებისამებრ იმას გამოიყენებს. თუმცა ცოტა არ იყოს ეგოისტიც არის მაგი გეტყვით და მაგი არის ასევე ექიმების კარტი, მკურნალების კარტი, ხალხური მედიცინის მიმდევრების კარტი, უფრო ექიმების. ექიმბაში, ხალხური მედიცინა, ესეთი მკურნალი ადამიანი, ვისაც მისდევს ხალხი. შეიძლება მკურნალია სიტყვით, შეიძლება კიდევ ვიმეორებ ჩემი კოლეგები ბრძანდებით ტაროლოგები, მაგები კონკრეტულად, ვისაც ადამიანებისთვის რაღაც დახმარება შეუძლია, რაღაცა გზის ჩვენება შეუძლია და ამ ყველაფერში ხალხი მას მიყვება, უჯერებს და მასებზეც კი შეუძლია კონტროლირება განახორციელოს. გააჩნია მაქვს, ამას ზოგიერთი იყენებს ცუდად, თავისთვის კარგად, მაგრამ ზოგიერთი იყენებს სწორედ რომ ხალხის კარგ მიმართულების მისაცემად სწორ გზაზე დასაყენებლად, გასათვიცნობიერებლად, ასევე არის ფსიქოლოგების კარტი მაგი, მოკლედ ძალიან დიდი სპექტრი აქვს და მოიცავს მაგს. თუ არც ერთი არ ხართ, მაგი არ ხართ, ტაროლოგი არ ხართ, ფსიქოლოგი, ნუმეროლოგი და ასე შემდეგ არ ხართ, უბრალოდ ეს ადამიანი არის ძალიან კარგი მანიპულატორი. ასევე მასწავლებლების კარტიც არის მაგი. ძალიან დიდი მასა ეთანასწორება, ასე ვთქვათ, შესატყვისება მაგის კარტს ძალიან ბევრს მოიცავს, იმიტომ რომ 4-ვე სტიქი არის მის თვალსაწიერში და მის წინ ნებისმიერს იყენებს. თქვენ კალოდის ძირში გაჩვენებენ რომ ხართ იმპერატრიცა არის მეუღლის კარტი, ძალიან მიმზიდველი ქალბატონი, დედოფალი, 4-ვე დედოფლის შერწყმა შეუძლია ისევე როგორც მაგი 4-ვე სტიქიას ითავსებს. დედოფლების მხრივ იმპერატრიცა არის ზედედოფალი, 4-ვე დედოფალს მოიცავს და ქალი ძალიან მომხიბვლელი, თუ ფიზიკურად ვიტყვით, ძალიან მიმზიდველი ქალი, რომელსაც თავის მოვლა უყვარს, ჩაცმა უყვარს ძალიან ლამაზად და პეწიანად, ასე ვიტყოდი, თავისი შარმი აქვს, თავისი სტილისტიკა აქვს, რაღაცნაირი ხაზი აქვს.
ასევე მომდის და ამასაც ვიტყვი, რომ შესაძლებელია თქვენი პროფესია თუ არ არის, ზოგისთვის პროფესია შეიძლება იყოს და ზოგისთვის სიყვარულის ერთ-ერთი თემატიკა, ესეთი ჰობივით, რომ ვთქვათ, მოდელირება, სილამაზის ქმნილებების შექმნა, ისევე როგორც ტანის სამოსში, ფეხსაცმელში, ჩანთებში, რაღაცა მოხმარების, ასე ვთქვათ, სფეროში, ასევე შეიძლება სილამაზის ინდუსტრია იყოს თქვენი ერთ-ერთი მიმდევრობა, საქმიანობა იქნება ეს, თუ ჰობით მიმდევრობა იქნება, თუ შოპინგი ძალიან გიყვართ, აი ძალიან გიყვართ სილამაზის სფერო, გალამაზება, საკუთარი თავის ადამიანების გალამაზება, ეს შეიძლება იყოს კოსმეტოლოგიასთანაც დაკავშირებული რაღაცა ინექციებთან, ქალის როგორც ესეთი სრულყოფილებისკენ მავალი გზის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხართ, თუ დამხმარეც ხართ მანილოსნებისთვის, რომ უფრო მეტად ლამაზად და ესთეტიურად გამოიყურებოდნენ. და ესეთი ქალი კიდევ ვიმეორებ, რომელმაც თავის ფასი იცის, თავი უყვარს, ძალიან ძვირადღირებული, ბრილიანტი იქნება ეს, თუ ძვირადღირებული პარფიუმერია და შემოსვა და ასე შემდეგ, არ ენანება თავის რომ ჩადოს და ამის საშუალებაც აქვს იმპერატრიცას ყოველ შემთხვევაში, რომ თავი მოვლილი და ესეთი ულამაზესი წარადგინოს. მაგრამ თქვენ ურთიერთობაში არის მთვარე, არის ძალიან ბევრი ემოცია, ძალიან ბევრი გრძნობა, ძალიან ბევრი უნდობლობა, ასევე შეიძლება იყოს ეჭვიანობის თემატიკები და მთვარის კლება მატებასთან დაკავშირებით ფაზები რო იცვლება, თქვენი ემოციური ფონის გარდამავალია ესე მთვარესავით, შეიძლება გასკდეთ ხოლმე ემოციით, ასე ვთქვათ, როგორც ბუშტი და ძალიან გრძნობიარე ხართ ამ ხრივ, შეიძლება ღამის და დაბინდების ენერგეტიკა განსაკუთრებით ემოციურად მოქმედებს თქვენზე, ასე ვიტყოდი, მთვარე შეიძლება მთვარის დაქვემდებარების ქვეშ არის კიბორჩხალა, როგორც წესი, შეიძლება მთვარე განსაკუთრებით, ან მთვარეში გაქვთ, ან მთვარი არის თქვენი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი გრძნობელობის პლანეტა, ძალიან ემოციური და მგრძნობელი ადამიანი ხართ. ასევე შეიძლება ნაწილისთვის იყოს რაღაც მომენტი სამგაშლის, რომ რაღაც პროცენტი 50-60%-იც კი რომ დედის მზრუნველობის ქვეშ განსაკუთრებული და დედის ხაზი, დედის დედა, ბებია, დედის მხარე და განსაკუთრებით ქალების, ასე ვთქვათ, მდედრების ემოციური ხელი იყო ძალიან ჩართული თქვენ გაზრდაში და აღზრდაში და დედის მხრივ ემოციური ფონი გაქვთ განსაკუთრებით სიყვარული, მზრუნველობა, აი მათგან განსაკუთრებით მიღებული. დედის მხრიდან გაზრდილი ხართ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად თბილად, სადაც გამარჯვებული ხართ ამ ურთიერთობაში, თქვენ პარტნიორთან ურთიერთობაში, ძალიან გამოგრძელდა წინა სიტყვაობა, მაგრამ გადავდივარ პირდაპირ გაშლაზე. გავიხსენეთ თემა, მისი გრძნობები ნახოთ პირდაპირ ახლა თქვენთან მიმართებაში. ახლა როცა ამ გაშლას უყურებთ, რა გრძნობები აქვს თქვენთან მიმართებაში? კარგი თავის თამოვარდა, ეს არის მეათე მაღალი არკანი და კალოდის ძირში ტურს ხმალი. ორიანი მაღალი არკანი, ქურუმი ქალი, კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრისთვის მაგი, ქურუმი ქალი, 18 მაღალი არკანი მთვარე, აქ არის ძალიან დიდ მგრძნობელ ადამიანზე საუბარი, ამ გაშლის მაყურებელი უეჭველი არის მოცული, ასე ვთქვათ, ტაროლოგიით, ნუმეროლოგიით, ფსიქოლოგიით, ადამიანის და სამყაროს შეცნობით, როგორც მინიმუმ დაკავებული, შესაძლებელია პროფესიული სფეროც კი არის მისი ასეთი რაღაცა იდუმალთან და მისტიურთან დაკავშირებული. კიდევ ვიმეორებ, შეიძლება პირდაპირ გაგებით მაგი ხართ, ნათელმხრიველი ხართ, წინასწარმეტყველი ხართ, განკურნების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, წინამძღოლი ხართ, ხალხის და მასების განკურნება ძალიან კარგად შეგიძლიათ და ამას უკვე ხვდებით თქვენით, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი თქვენი გაგება ის კი არ არის, რომ თქვენ ხვდებით, რომ მაგარი ხართ, ამ ადამიანისთვის არის ეს მიხვედრის ტუსხმალი, რაღაცნაირი გაუნაცდა და მიხვდა, რომ თქვენ ხართ საოცრება ადამიანი, რომელსაც აი ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალეს შეუძლია და შეიძლება კილომეტრებით შორსაც კი გრძნობდეს რა და როგორ ჭირდება სხვა ადამიანს და მასზე კონკრეტულად შეიძლება მაგალითიც ქონდა ბევრი, რომ სიზმარით თუნდაც უთხარით და რაღაცნაირად აუხდა, რომელსაც არ ეჯერა, ხვდება და გრძნობს იმას, რომ თქვენ ხართ მისთვის
ციკლივით, ბედის ბორბალივით, ბედის საჩუქარი. აი რაღაცნაირად წახვალთ, მოხვალთ, რაც არ უნდა ხდებოდეს, ყველა პრობლემა გადადის ხოლმე, ასე ვთქვათ, გადაიტანთ ყველაფერს და ბედი არ გაშორებთ ერთმანეთს, ისევ გახვედრებთ ამ ადამიანს,